ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დასტუმრად მოვიდნენ სერიალ დიდი ოჯახის მსახიობები მივესალმოთ. გოგოებთან ახლა იცი რა დისტანციაო სუიძახიან და ამიტომ ანუ ვერ მოვახერხეთ აი ამ პატარა დივანზე ყველას ჩატევა. ისე კი შეგვეძლო. ხო. იცი რა ცოტა ჩვენს დავშორდებით. ხო. იმიტომ რომ თითო მტკავერი. აი ორია. ერთ სიტყვით ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ თავარ არხზე იწყება ესეთი კარგი ამბავი, ანუ ეს არის სერიალი დიდი ოჯახი, თქვენი დამსახურებით, არხის დამსახურებით, ჩვენი დამსახურებით, ყველას დამსახურებით და ბედნიერი ვარ ამით. მინდა ნიკოლაძეს თათულის გოგას ვიცნობთ, ანის იმნაძეს ვიცნობთ. მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო გაგაცნოთ ახალი პერსონაჟი, ახალი სახე. ეს გახლავთ ნეითი, რომელიც გახლავთ ამერიკელი და სერიალში ყველას გონია რომ უბრალოდ ამერიკელს თამაშობს, არა და სინამდვილეში ამერიკელია, ხო? და ანუ რაღაცა ძირძველი ამერიკელი. ნეით, როგორ ახარ? მადლობა, nice to meet you. ქართული არ გესმის? ცოტა ქართული. თუ შეიძლება? აი, ბედნიერია, როგორ არ შეიძლება? როგორ არ მე მაქვს პატარა moment. რა გაქვს ამის? ტექსტი გაქვს? ხო. აი, როგორი მომზადებული ყოფილა. დიახ, გისმენთ. ბატონო, ვანო. გისმენთ. მადლობა შოუში მოწვევისთვის. დიახ. თქვენი შოუ ჩემი სიმამრის საყვარელი შოუა. სიმამრის საყვარელი შოუა? გამარჯობა მერაბი. მერა I have more moment. Beverger გვიხურებია თქვენი შოუ ერთად. ერთად. აი ეს რა თავგასიებული, აქეთ ის არის ჩემსკენ. ეგ იცი რას ნიშნავს? ეს ვინ დაუწერა? ესე სიმამრმა დაგიწერა ეს? Ja. ტელეფონი მომეციეთ. დიდი მადლობა. უბრალოდ ვერ მივხვდი მერაბი. ანუ ამერიკელია მერაბიც? No, რა თქმა უნდა არა. აბა? ქუთაისი. ანუ ქუთაისელების სიძე ხარ? ეს ქუთაისელების სიძე ესე იგი? კი რო გავიქცე. კი, თვითონ ასეთი. ასე გაგვეც. ჩემი my wife. Oh my gosh, I forgot wife. Sorry. მადლობა. ჩემი ძოლი და მე we go to Kutaisi. მე და ჩემი მეუღლე ხშირად დავდივართ ქუთაისში. კარგია, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ესე იგი, ყავს ამერიკელი პერსონაჟი, რომელსაც ნუ შემდეგ გადავალთ მოგაქციოთ ყურადღებაში არ ჩამით. მეგობრებო რა. ამერიკელი პერსონაჟია, რომელიც ხდება სერიალში, ამას მიხვდება დღევანდელ სერიიდან, მაყურებელი თუ რა პერსონაჟია და როგორ ვითარდება მისი ხაზი. მოდი დავიწყოთ სერიალზე, ხო? ანუ ხა გოგოებო, ანი, ანუ მე რაღაცებს მივხვდი ანონსიდან, გადაღებაზეც ვიყავი, მაგრამ ანონსიდან უკვე მივხვდი, რომ ანი და გოგა არიან ცოლ-ქმარი. დიახ, ასე გამოვიდა. რაღაცების გაყიდვაც არ მინდა, მაგრამ ანი და გოგა რო ცოლ-ქმარი არიან, ეგ მინდა რომ გავყიდო, ხო? ხო შეიძლება? ხო, ნუ შეგიძლია ესე თქვა, რომ ან გოგა და ანი არიან ცოლ-ქმარი, შეაბრუნო რა, თლად ისე არ თქვა რა, ზუსტად. ანუ დავაბნიოთ. ვითამაშეთ. ადრე მამაშვილი იყავი სხვა სერიალში. სხვა სერიალში ვიყავით მამაშვილი. ხო, ჩემი შვილი იყო და ეხა ცოლია. ეხლა ცოლია, ხო, რას ვიზავთ, ესეა რა, სახიობის კარიერა ეგეთია რა, ხან ცოლია, ხან შვილია, ხან ის არის, ხან ეს არის. ხო, კიდე აი აქეთ თამუნა ნიკოლაძე გვაინტერესებს, ნუ გვაინტერესებს სერიალიდან მაინც რაღაცები რომ ვიცოდეთ შენზეც რა, იმიტომ რომ ჯერ ვიტყვი ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა სულ მინდა ერთმანეთს მივულოცოთ ერთად ყოფნა. და რა ვიცი, დღეს იწყება, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი წარმატებული ხა მეგველოდება წინ და ერთი სული მაქვს და
რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, ყველა მიცის, ქვია სოფიკო, ძალიან მომწონს სახელიც, ჩემი პროფესიაც მომწონს, რასაც თამაშობ და რა ვიცი, მართლა აი სახიობს რაც უნდა ენატრა, ალბათ ასეთი თავგადასავალი დაიწყო ჩემთვის და რა ვიცი, მიხარია ძალიან. ხო, ანუ კიდე ერთი ხაზი, თათულის ხაზი არ ვიცით, იმიტომ რომ თათული არ ამბობს არ ვაჟღერებ. ხო, ცოცხალი თავით, მაგრამ აი რას ფიქრობ? აი რაღაცნაირად მიგვანიშნე მაინც რა, რომ როგორი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ საინტერესო შენი მოლოდინი ძალიან დიდია. მეც ძალიან მაინტერესებს, აი როგორი და ვინ ვიქნები. რეალურად ბუნებრივია ვიცი, მაგრამ ხო აი ესე დამავალეს, რომ ჯერო ნუ გაყიდიო, აი ამ წადიო გადაცემაშო სტუმრად მიდიო. იარეო გადაცემებში, იარეო. მოყევიო. მაგრამ ბევრიც ილაპარაკეო, მაგრამ დიდათო პერსონაჟს ნუ გაყიდიო, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მცდელობა არის და სურვილი რომ იყოს მოულოდნელობებით სავსე და ისეთ საინტერესო და ნუ მთავარია რომ დებს არ ვთამაშობთ. იმიტომ რომ ახალ სერიალზე რომ გაჟღერდა ამბავი, ყველას აინტერესებდა რომ აუ ისევ დები ხართ, ყველას ეს მომენტი ქონდა და არ ვართ დები. აი ესე ხაზგასმით. ანი იმნაძის მე მგონი არის პირველი შეფრთხილება, ხო, იუმორისტულ სფეროსთან შეხედვის, ხო? ამ დოზით, რა თქმა უნდა, იყო რაღაც ისე ეპიზოდური როლები და ამ დოზით ვარ პირველად და დავდივარ, მეკითხები აქ როგორ, იქ რო ყველა რაღაც რჩევას მეუბნება, იმიტომ რომ ზედმეტად მე მგონი შევაწუხე, რეჟისორით შევაწუხე ამდენი კითხვები. ჩვენ რეჟისორს ნერვები არ აქვს, ასე რომ არ იმჩნევს, თორე როგორ არ იმჩნევს. თან რაც თავია, როცა სხვა დროს თეატრში ან კინოში რაღაც როლზე ვფიქრობთ და ეს ჩვენი პერსონაჟი ჩანგალს ესე დაიჭერს რაღაც ეს აქ დაიბა რაღაცებს ვფიქრობთ და აქ მეუბნებიან რომ უნდა იყოს სულ გაღიბებული. კარგი ხასიათი. არასოდეს არ უნდა იყოს. ბრაზდები ესე უნდა გაბრას, შენიშნეთ ესე უნდა მისცე და მეც მომწონს მშვენიერია და მე მგონი ხასიათი გადავაყენე. ანუ იმაში რომ არც თეატრია და არც კინო. კი, არაფერ არ გავს ნამდვილად სადღაც ის არის არც იცის. ხო, აი რაღაცა შუაშია. შუაში და ვსწავლობთ. საკმაოდ რთული ჟანრია სიტკომი, საკმაოდ რთული. ანუ ეგრე არ არის, ეგრე ხომ მეც ვითამაშებდი, ხო ამბობ ხოლმე. ხო, არა. ეგრე ხომ ამას რა უნდა არ არის. ამას მეც გავაკეთებ, ხო. მე მაინტერესებს ეს ნეითი როგორ მოხვდა თვითონ სერიალში, ანუ სერიალში როგორ მე მოხვდა. მგონი პირველი ემიგრანტია საქართველოში ამერიკიდან საერთოდ. რა ასე ხوار მოხდა, ყველა იქ მიდის რომ ცხოვრება ეს აქ ჩამოვიდა და ჩვენთან არის სერიალი. რომელიც ანუ ყველა მიილწვის იმისკენ რომ ჰოლივუდში მოხდეს და რაღაცა თავისი კარიერა მოიწყოს, მაგრამ ნეითი პირიქით. საქართველოს არის მისთვის ჰოლივუდი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და მე ჩვენ გავიცნოთ და დავაფასოთ აქედან იქით და იქ პირიქით მოხდება. ხო, მე ახლა ხო დაუმეგობრდებით და მე ვთხოვთ რომ ვიზაც გამოგვიზგავოს და აბა ესე კი არა. მაგიტო კი არა მაგიტო კი არა ყავს ახლა. მაგრამ მე ვიცი რომ იუმორისტულ პროექტებში მონაწილე, ანუ სასცენო პროექტებში სტენდაპი, როგორც არის ამერიკაში, იღებდა მონაწილეობას. ოღონდ ამერიკაში, ხო? კი. შტატში და საქართველოს, ავსტრალიაში 12 countries around the world. სოფლიო მასშტაბით 12 ქვეყანაში გამოსულ ვარ სტენდაპით. აქ მონაწილეობა მივიღე სტენდაპ თბილისის დაფუძნებაში. ჩვენ თბილისის სხვადასხვა ადგილებში ვაწყობთ უფასო სტენდაპ შოუებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. მაგრამ მე ვერ მივხვდი ქუთაისში როგორ მოხვდი. აი ეს It's very easy to go to Kutaisi. Go past Tbilisi Mall. ქუთაისში მოსახვედრად საჭიროა გავცდეთ თბილისი მოლს. Keep going past the შემდეგ windmill. გავუაროთ ქარის ტურბინებს. Turn left at the hammock. მარცხნივ გადაუხვიოთ ჰამაკებთან. Wind your way და through. გზა გავაგრძელოთ ნაზუქების უღელტეხილის გავლით. When you get to the coffee, როცა ჩავალთ, ყავებთან უკვე ახლოს ხართ. ჩავიდა ზესტაფონში, თამუნა. and then stop at the first beer და shop ბოლოს, after that. უნდა შეაჩეროთ მანქანა პირველივე ბირჟას. ბირჟაზე უნდა გააჩერო. აი ქუთაისური ინტონაციები თუ ისწავლე, აი მაგალითად ქუთაისური ცოტა აბსოლუტურად სხვანაირი კილოკავია და ამიტომ მაინტერესებს ქუთაისური რაღაცები თუ ის. Eggy,
I don't know Kutaisi accent. კარგად არ გამომდის ქუთაისური აქცენტი, რადგან როდესაც ჩემი სიმამრი ქუთაისურად იწყებს ლაპარაკს, ჩემი მეუღლე მას ხელს კრავს ხოლმე. ხო, ნუ რაღაცებს მე გასწავლი რა, პერიოდულად ყავს ჩვენ გუნდში ძალიან ბევრი ქუთაისელი და ამიტომ მოგეხმარებით რომ საფუძვლიანად შევისწავლოთ ქუთაისური აქცენტი. აი, გავაგრძელოთ. ანი იმნაძე გახლავთ ჩვენ ტელევიზიის რძალი. კოკო როინიშვილის მეუღლე და მაინტერესებს ოჯახში როგორ შეხვდნენ ამ ყველაფერს. ოჯახიდან გია და მარიამი დარჩნენ და დანარჩენი ყველა აქ ვარ. მარტო გია და მარიამი გვაკლია და ყველა დანარჩენი ყველა აქ ვართ მე, კოკო, თამრიკო და ამიტომ ბავშვებსაც შემოვაპარებთ მე რაღაცნაირად საბავშვო გადაცემას არაპირ. კი, აუცილებლად. დანარჩენი მოკლედ. ხო. მეგონი არ გაუკვირდათ. აღარ გაუკვირდათ, ხო, არ ვიცი. მომილოცეს. აი, ერთი შეკითხვა მინდა დავსვა. აი, მაგალითად, აი, ხო, ბევრ სერიაში, მაგრამ ერთ-ერთი პოპულარული სერიალი იყო შუა ქალაქი, ხო? იყო. იქ ხო იყო, იმიტომ რომ ხო, დღესაც არსებობს, მაგრამ ესე იძახიან ხო. და ნუ იქ არსებული პერსონაჟები ხო ძალიან რთულია. ახლა აი ამ პერსონაჟებიდან გამოხვიდეთ რა, ხო რთული არის. აი, მინდა გითხრა, აი რაღაცნაირად რაღაცა უნდა მოიფიქროთ, რომ იმიტომ რომ აი სულ ეს დები ღლონტები ხო არის სულ არსებობს, ხო? სულ არსებობენ და არსებობენ. აი რაღაცა ახალი ტიპაჟი ხო, შენ ხო ახლა აბსოლუტურად სხვა ტიპაჟი ხარ ამ სერიალში რა. მაგრამ მაინც ხო არის რაღაც აურა ამ იმის დები ღლონტების, ხო? აი რთულია თვითონ ახლა აი ამ როლიდან გარდასახვა სხვაგან რა. არა. პირდაპირ გულწრფელად ვამბობ, არა, პირიქით ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაც გავაკეთე, რაც იყო და რაც ძალიან კარგი იყო და რაც ძალიან მიყვარდა, დამთავრდა რაღაცა მონატრება, არც მაგ მონატრება, იმიტომ რომ იმ ხელა დოზით 10 წელი ვითამაშე, მე მგონი საკმაოდ, რა ვიცი, მაკმაყოფილებს უკვე და დავტოვებ ესე ტკბილი მოგონება იქნება და ყოველთვის ძალიან მადლიერი ვიქნები, იმიტომ რომ იქ ვისწავლე თვითონ სიტკომის პრინციპი და ყველაფერი. გავიცანი მილიონი კარგი ადამიანი. თათული გოგას ვიცნობდი ინსტიტუტიდან და მეგობრობდით და რა ვიცი, ერთად გავიზარდეთ. დები ხო გონი ხარ თუ არა? კი, აბა. წყინთ. ვიღაცებს თუ არ ვართ დები, წყინთ. აი, იმიტომ რომ იყო ხოლმე ეგეთი. იყო ეგეთი, რომ აი ხო მართლა დები ხართ და მე არა ეს ნიკოლაძე მედი, თუმცა ბუნებაშიც ხდება ეგრე სხვადასხვა გვარის დედმამიშვილები, მაგრამ ნუ არა. ანუ მართლა უნდათ რომ ყოფილიყავით დები. და გონიათ რომ ერთ სახლში ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ, მაგრამ ხო არსებობს ეგეთი ადამიანები, რომელსაც რეალური პერსონაჟები გონი ხარ ცხოვრებაში, ხო? და უფლებასაც არ გვაძლევენ რომ სხვა პერსონაჟი ვითამაშოთ. ამა ხო დათო ვითამაშე ის გავს თან რა ამბობენ გავს ვემსგავსები აბა მე ვთამაშობ გოგავარ იქაც გოგავარ ბარბაკაძე გელაზზე აქაც გოგავარ ბარბაკაძე გელაზზე ხო ხო არ გამო ნო და აი რამაშყვაძეზე რო იმაშობოდი და ხაი იხს რანაირად ახმარებ ხა ამ დონის არტისტი ხარო ეულებოდნენ და იხს რანაირად რამაზე მოთხამი აბა იხვი ხო არ გაახმარებ ძალიან მაგარი ეგ არ ვიცოდი. იხვი ხო. მართლა იხვი რომ მოგხავს ახმოვე. რა გავაკეთო? ესე ვარ ჩვენ ცხანი პერსონაჟს ვითამაშებთ, ხანიბას ვითამაშებთ, ხანამას ვითამაშებთ, ხანშვილი იქნება, ხანცოლი იქნება, ეს არის ჩვენი საქმე. გურიაში ვიყავი, გაიცანი საქართველოს ფარგლებში, ნუ სტუმრად და ერთ-ერთი სოფელი არ მახსოვს სოფლის სახელი, ღლონტები ცხოვრობენ სულ და გამგებელი ღლონტი. აი მართლა ტრანსპარანტებით დამხვდნენ სოფლის შესასვლელში, ღლონტი მოდის, ნუ აი მათთვის რაღაცა ღლონტი ჩავდიოდი. გავიბღინძე ეს პატარა გოგო ღლონტი მივდივარ და შენ ხა მართლა გურული ხარო და ნუ არა ქართველი ვარ თქო და აი ალაგეს ყველაფერი აგიდა იყო გაშლილი კარგი გოჭის ხორცი იყო ტყემლით აკრიფეს ყველაფერი შეინახეს და მივხვდი რომ ძალიან მშერი ვრჩებოდი და არა თქო არ ვარ გურული მაგრამ 9 წელია გურულობ თქო და თქვენ გჯობი ვარ თქო და გაიშალა ისე ფორმარი ხარ ნუ სერიოზულად წინდა კარგია ასე რომ ჯერა ასე უყვარხარ ესე იგი ანუ ეს სერიალის იმიტომ კეთება რომ იგივენაირად ახალი ტიპაჟებით უკვე აი მოსახლეობა მაყურებელმა ახალი ისტორიები დაიწერება დღეს ღამე. კიდე ჩვენ გამოგჩა ანი შენი შვილები სერიალში, ხო? დიახ.
მოგიყევი ხო, შენი შვილები და ანის შვილები რა. მოგიყევი პერსონაჟების შესახებ. ძალიან ისეთ მოსიყვარულე ოჯახი გვაქვს და არ მინდა განხეთქილება. ხო. არ გჭირდება. ხო, ორი დიდი გოგონა მყავს. ხო. დიახ, ისეთი ლამაზები და მე მომწონს და ვიწყებ ახლა იქთან ასაკითაც ახლა დიდი უნდა ვიყო, ხო? წესით. ხო, და ამიტომ მომწონს იქ სათვალე გავიკეთებ, არცხნილობა ჩაეცმო რაღაც სხვანაირად ვარ და მყავს ორი ულამაზესი გოგონა, კარგად აღზრდილები. ხო. ნამდვილად. დედის დამსახურება? დიახ, დედა მამა სამსახურშია. სერიალში ყავს ორი დიდი გოგონა ისე პატარა გოგონა. ნუ ეს არის რომ ახლა ჩვენ ზოგადად სერიალის პრინციპია ესეთი რომ პირველი ორი სერია არის გაცნობითი ხასიათის, ხო? ანუ ეს არის რომ მაყურებელმა გაიგოს რა არის, რა ხაზები იკვეთება სერიალში, ხო? ეს სხვა ტალღაზე რომ გადავიდეს. ხო, რა, ანუ ეს მე მგონი აუცილებელიც არის რომ პირველი ორი სერია რომ იყოს რაღაცა სხვა სახელები რომ დაგვიძახოთ რა. კი ბატონო, ანუ მეც მივხვდი რომ ამ სერიალში პირველ ორი სერიას რო უყურე, ანუ რაღაცა ხაზები მე შემდეგი სერიებით რო უნდა გაიშალოს და ასე შემდეგ. იქ რაღაცა მე მგონი სასიყვარულო ხაზით შეიძლება წავიდეს რაღაცა ის. ყველაფერი შეიძლება. ეგეთი პირი უჩა. რასთავარია ყველაფერი კარგი მოხდება და არის ეს დაკავშირებული ეს სერიალი იუმორთან, რაღაც სიყვარულთან, ბედნიერებასთან, რაღაც იხალისებს ეს მაყურებელს და გაერთობა და ჩვენს გავერთობით. მე მაინტერესებს ნეიტი რამდენი ხანი არის საქართველოში ხარ? ორი წელი. ორი წელი. ტრადიციებს როგორ შეეგუე ქართულს? Oh, very well. Yeah. I really love it. კარგად შევეგუე. ძალიან მომწონს საქართველოში ყოფნა. აქ თავს მშვიდად ვგრძნობ. მაქვს კარგი სამსახური, კარგი ოჯახი. შემიძლია ვიარო აგარაკზე. და შემდეგ სუფრაც გავშალო. სამსახური გაქვს საქართველოში? ორი წელი არის აქ და სამსახური აქვს. სამსახური და ნე. I teach children. მასწავლებელი ვარ. ვასწავლი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. ძალიან კარგი მიხარია. ვანო, შენ რო არ იცვლები? აი რატო არ ვიცლები მითხარი? აი შეხედეთ, როგორიც გახსოვთ ხო ისეთი რა, ფიზიკურად გოგა. ცოტა გამაღლებული არის. აი რაც ერთი ამბავი მინდა გოგამ გაიხსენოს მის გასვლით გადაღებებთან დაკავშირებით რა. ეს გოას ამბები, ანუ სადაც იდიოტოკრატიას იღებდით მეორე სერიას. ყველაფერი კარგად იქნება, ხო? ხო, ყველაფერი კარგად იქნება. ჯერი ხარ რო გითხეს რომ გოაში მიფრინავთ, ნუ ნახე რუკაზე სად არის ეს გოა. ხო და შორია, ძალიან შორია კაცო. ხო და ჩავფრიდით ამ გოაში და ჯერ არ ვიცით იქ კურსი. ვაი, ხო მაგასი ვალტის კურსი რა არის? ხო, იმიტომ რომ ჩვენ ხო ის დიდარი პროფესია გვაქვს, ძალიან დიდი ჰონორარები გვაქვს აგებული და როგორ გავანაწილოთ იმას ფიქრობთ ხოლმე ყოველთვის. ხო და მოვიდა ვიღაცამ ახალგაზრდა ბიჭი რუსულად ლაპარაკობს ყველა. თავისცემა არიციან და რუსული იციან. ხო. თავისცემა არიციან. და ის არის რა ქვია, ანუ ეს მეუნება რომ სასმებად ჩამოხვედით, ხო, მე ვთხარი არა მეთქი მსახიობი ვარ, მეთქი გადაგებაზე. თუ ნუ იქ მსახიობი არის ძროხა და მსახიობი არის ღმერთი. ისა რა ქვია მე თქვენი მონა ვიქნებიო. რას ნიშნავს? აი ეს პირდაპირ მეუნება რა, ხო და ვერ მივხვდი ხო. ხო ეს პირდაპირ ცოტა წამოდექი ფეხზე, მეთქი ახლა რა უნდა ამას ვერ ვერ მივხვდები ახლა იქნებ შეურაცხყოფას მაგრამ გიჟია რა ვიცი რა უნდა. ესეთი რაღაცა ცხოვრებაში არავის არ უთქია ჩემთვის ხო მონა ვიქნები. არა თქვენ არ ნერვიულ მართა გეუბნებით თქვენ მომესვითო $15 $15 თუ შეგიძლიათ $15 მომეციოთ და აი თქვენ გადაგებაზე ხომ უნდა წახვიდეთო იყიდეთო სიგარეტი მოგინდებაო წყალი მოგინდებაო ის მოგინდებაო ეს რაც მოგინდებაო მე მითხარიო და მე მოგიტანო კარგი მეთქი ხა მომეწონა ხა ეგაზე ხა ხოდა მომეწონა ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან ცხედა და გალესარბენი არ მექნება ხო შეგითვიჟდები და
და რო უთხარი, კარგიო, მივეცე ეს $15 და უყურებს 300 დაჩერები ეს. $1.15 არ უნახია, უნდა მიმეცა ჯერ 5 და B და მე ანუ ესე და მე ახლა რავი არ ვიცი ესა და მე ასე ერთად რომ მაძლევო, მაშინ მე სკუტერი მყავსო. და იმ სკუტერსო დაგიტოვებდო თქვენ, მე ფეხით ვივლიო თუ მაგაზე არ მიდერივე და ბენზინსაც ჩავასხავო რა. ანუ ცაცაკე რომ მიმეცა სკუტერს არ მომცემდა. ხო და ამიტომ ეს სკუტერი თქვენი იქნება. ნუ წავედი და მე აქ რო ვზივარ და გადაგებაზე მე ის შორს დგას. რო გავხედავ მოდის რა გნებავთ მე. $15. მე დამთავრდა ეხა და მე და ნიკო ვზივართ დაამთავრდა გადაგება საღამოხანია უკვე მზეც ჩავიდა ზღვის პირას არის ბუნგალოები ესეთი ლამაზი გაკეთებული და გომელაური. ხო მე ნიკო გომელაური და ცაკე მაგიდაზე ვზივართ აი მხელა მაგიდა არის აი. მეტი არ არის ორი კაცი ვზივართ ხა და მენიუ მოიტანეთ მეთქი რა და ეხა მენიუ როგორ გოჩი ფოტოები თქო ფოტოები გვაქვს და აი ფოტოებს გადახედეთო რა თუ მოგეწონებათო რა ნაირსახეობა ზღვის პროდუქტებისო და აირჩიეთო და ჩვენ მოვიტანთო და ნუ ეხა რა ჩვენ ავარჩით ფოტო ჩვეულებრივი ამხელა ფოტოა ხო ავარჩით რაც არის აი ბევრი რო არის ყველაფერი რა თან ეხა ფოტოში არ ჩანს ხო მასშტაბით რამხელა გამოდის ის ამბავი და ნუ ეხა გავიყოფთ რა მე შევჯამთ და ბოლო მოერევით რა ან ცოტა დარჩება ნამდვილად რამდენი ხართო მე ვთხარი ორი ვარ მეთქი როგორ ორი რო ხართ ეს ბევრია მე ვთხარი იმათი ბევრი ცოტა ვერ გავიგეთ ჩვენ რა არის იმათი ბევრი არ არის და ცოტა არ არის ოდა უცბად ქრება შუქი თელ იმაში ამ ბუნგალოში დიდი ბუნგალო არ არის ბადა ამხელა ბუნგალო კი არის რა ქრება შუქი აქეთ აკუთხეში ინთება სინათლე და აქ ზის ბენდი ის ბენდი იწებენ თავიანთ იმას მუსიკას ხო აქ წითელი ლენტი იგება და ქვემო გოას გამგებელი ესე ამოდის ამ მერი ხო და ამოდის ამ ლენტას ჭრის და ფარდა იხსნება და იქიდან გამოდის 6 კაცი 6 კაცს მხარზე უდევს რაღაცა შორიდან არა ჩანს რაღაცა უდევს ამ რაღაცაზე არის ჩარჭობილი აი შუშხუნები რო არის ხო იცი რო შუშხუნები რა ამათ წინ მოყვება ორი ხალი რომელიც ცეკვავს და უკან კიდე ორი ხალი რომელიც ცეკვავს და მოდიან ბიჭო ეხა ესეც არ გიჯერე ეხა ჩვენთან რომ მოდიან უცბად გამორბის 8 კაცი და მაგიდებს იღებენ და გვიერთებენ და ადიდებენ ამ მაგიდებს ნიკოს ეონები ბიჭო მე მგონი დავიღუპეთ ნიკო თქვი ამდენსაც არ გიხდიან აზერდი მივიჭედით არა გვაქვს საჭმელი შემოაქვთ და მოდის აი ეს და დადეს და თუნდაც ეს არის ჩვენ რაც შეუკვეთ ეს არის ეს მაგიდები შეიძლება უზარმაზარი ფონოს დევს 3 უზარმაზარი თევზი აი ძალიან დიდი თევზი მათ 3 და დანარჩენი აი რაც დაცულავს დახოხავს აფრიკა ცოტა ხანში შემოყავთ ადამიანი რომელსაც ბოძიაბავენ და შეგიძლია გაერთო იმაზე ეს შედის ამ მოსახურეობაში გესმის ხო და აი შეიძლება ხდება საოცრება ხდება რა ეს არის ამ მენიუში შედის ეს ადამიანი და მაიმუნები და რაღაცები მოდიან და თან გართობენ არ განებებენ თავს და ეხლა ხო ვეღარ ჭამიძაბებიან ხო და ეხლა მოვიდა ანგარიშიც გადახდის დრო რა უყურეთ და ნუ რო გამოვიან ანგარიშეთ გამოვიდა $45-მდე $45 გამგებლია აი ეს გამგებლია გამგებლია $45 მე მოგუას გამგებულია რა $45 $45 რო დაждდა ეხა ამდენი ცეკვები და ისინი ხო მდგომარეობაში ხა გაგდებს და $5 კიდე დაუტოვე რო აი ეს ამაზე სულ გადაერია ამათები პროგრამა ხო მე ეს მოდის რესტორნის მე პატრონი მოდის და ეს ამოა გასაღები აი ეს თქვენ ამ რესტორნის გასაღებია ეს თქვენიაო სადამდეც აქ იქნებითო როგორ ძგინ რა დროც არ უნდა იყოსო ღამე იყოსო დილა იყოსო ეს ტაფშენები სულ თქვენიაო
მე წავედი აქედან. მადლობა დიდი. აიწყო იმას საქმე. ამის ეს იყო ამის წარმატებული ბიზნესი. დაანება თავი. მე მგონი იქ შევ აი. მოკლედ ესე იგი უკვე სერიალის დაწყების დრო დადგა. მე ხან ძალიან მალე უკვე შევდივართ ეთერში. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას აბსოლუტურად. ძალიან დიდი მადლობა რომ სპეციალურად ამერიკიდან ჩამოხვედი რომ ჩვენ სერიალში მიიღო მონაწილეობა. ხო სწორად გითარგმნეთ ძალიან დიდი მანი ძალიან დიდი მადლობა რომ შემოუერთდი ამ გუნდს და მინდა გითხრათ რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია ანი იმნაძე და მადლობა რასაც შევხედეთ არაჩვეულებრივად გამოგდის ძალიან თამაში წარმატებებს უსურვებთ თქვენ სერიალს და წარმატებულ რეიტინგს უსურვებთ და ძალიან დიდხანს არსებობას უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის ჩვენი სტუმრები იყვნენ სერიალ დიდი ოჯახის სახიობები დიდი მადლობა მეგობრებო კარგად